და მამისათან და ძისათა და წმინდისა სულისათან. ვენეციელი მღვდელმთავარი ილია მინიატისი. რა უნდა ვითხოვოთ ღმერთისაგან? ყოვლად ბრძენ, ყოვლად ძლიერ და ყოვლად მოწყალე ღმერთს ისეთი რა უნდა შევთხოვოთ, რომ მივიღოთ. ღვთაებრივი ოქროპირი პასუხობს: ის რაც ჩვენთვის მთხოვნელთათვის სასარგებლოა და მომცემელ ღმერთსაც შეშვენის. ამიტომაც ამბობს წმინდა იოანე დამასკელი: ლოცვა ეს არის ღმრთისადმი თხოვნა იმისა, რისი თხოვნაც შეგშვენის. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენთვის სასარგებლო. ამას პავლე მოციქული ამბობს: არამცა იგი ვილოცეთ ვითარ იგი ჯერ არს, არა ვიცითო. ოქროპირი ასე განმარტავს მოციქულის ამ სიტყვებს. რაითა არ ჩავთვალოთ სასარგებლო ის, რაც ადამიანებს თავიანთი განსჯით სიკეთად ეჩვენებათ. ამიტომ პირველ ეკლესიაში ღმერთი ერთ-ერთ რომელიმე ქრისტიანს ლოცვის განსაკუთრებულ ნიჭს მიმადლიდა, რის შესახებაც წერს პავლე მოციქული. თვით იგი სული მეუხარს ჩვენთვის სულ თქმითა მით უსიტყველითაო. ამას ოქრო მესიტყვე მასწავლებელიც ისევ გვიხსნის, ანუ იოანე ოქროპირი. როგორც მე ვთქვი, რამდენადაც ბევრი რამ ჩვენთვის სასარგებლო არ ვუწყით, უსარგებლოს ვითხოვთ და ამიტომ ლოცვის მადლი მაშინდელ ერთ-ერთ ქრისტიანზე გარდა მოდიოდა და ის ყველასათვის და საერთოდ ეკლესიისათვის ლოცულობდა. ახლა ამის სახია დიაკვანი, რომელიც ერისათვის ლოცვას აღავლენს. ანუ როდესაც ის კვერექსებში შესთხოვს ღმერთს ეკლესიისათვის, ერისთვის და სხვადასხვა განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. ჩვენ მრავალი რამ გვგონია სასარგებლო. სინამდვილეში კი საზიანოა ჩვენთვის, როცა მათ ღმერთს ვთხოვთ. ის არ გვისმენს და თუ შეისმინა კიდეც იმაზე მეტი ბოროტების დათმენა მოგვიწევს, ვიდრე სიკეთეს მივიღებით. ამიტომ იმ ავადმყოფებს ვგავართ პირის გემო გაუკუღმართებული რომ აქვთ და იმ საჭმელს ითხოვენ, რომელიც გემრიელია, თუმცა ჯანმრთელობისათვის საზიანო. ჩვენ არ ვიცით ნამდვილად სასარგებლოა თუ არა ის, რასაც ღვთისაგან ვითხოვთ. ნამდვილად სასარგებლოა თუ არა ყოველივე ის, რაც ადამიანურ გონებას სასარგებლოდ ეჩვენება. რამცა იგი ვილოცეთ, ვითარ იგი ჯერ არს, არა ვიცითო. ქრისტიანო, გინდა ითხოვ ღმერთისაგან ის, რაც შენთვის მვედრებელისათვის სასარგებლოა. ის ითხოვე, რასაც ძველი ქრისტიანები ჭეშმარიტი ლოცვის სულით ითხოვდნენ. სულით, რომელიც წმინდა პავლეს თქმით მეუხარს ჩვენთვის სულ თქმითა მით. სახელმწიფო, ყველა ქრისტიანისათვის საერთო სიკეთე ეკლესიის მშვიდობა და სიმტკიცე ითხოვე. შენთვის ცოდვათა მიტევება და მტრებისათვის პატიება. შენი ცხოვრების ქრისტიანობითი აღსასრული და სრული სინანული, კეთილი პასუხისგება და სუფთა სინდისი, ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეს. აი ესაა სასარგებლო და გამოსადეგი. რამდენადაც სულიერია, ხოლო თუ რაიმე ქვეყნიური ქსულს განაცხადე უფლისა მიმართ, გზაი შენი და ესევს მას და მან ხოს. ჰოი ღვთივ სულიერო სიტყვანო სული წმინდისანო. განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი, გაუცხადე უფალს შენი მიზანი, ის როგორც ყოვლად ბრძენი განგანათლებს
და დაგარიგებს. ეს ვიდე მას მთელი იმედები ღმერთზე დაამყარე და ის როგორც ყოვლად კეთილი შეგიწყალებს. მან ხოს ის როგორც ყოვლად ძლიერი, თავად აღასრულებს ამას. აი რას გვასწავლის იოანე ოქროპირი. თუ ასე ვითხოვთ, სასურველს იმ წამსვე ვიღებთ. რამდენადაც ვითხოვთ იმას, რაც ჩვენთვის თხოვნელთათვის სასარგებლოა. მეორეს მხრივ სასურველს მაშინ ვიღებთ, როცა ღმერთს მისთვის შესაფერის ვთხოვთ. იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა კეთილად შესაწყნარებელი იყოს, სავედრებელი წყალობა თანაზომიერი უნდა იყოს. არა იმდენად მვედრებელის დამსახურებებისა, რამდენადაც მომცემელის ღირსებისა. ყოველი სხეული, რაც უფრო დიდია, მით მეტ ჩრდილს ფენს და რამდენადაც მავანი დიდია ღირსებით, მით მეტი წყალობა უნდა მოიღოს. ეს არის კანონი, ნიჭებით აღსავსე, თავისუფლებისა, რომელზეც ბრძენი მიგვითითებს. როგორც ღარიბ კაცს ამწუხრებს ის, ვინც მისგან ბევრ რამეს ითხოვს, ასევე მდიდარ მეფეს შეურაცხყოფს ის, ვინც მისგან მცირეც ითხოვს. თხოვნა იმ ადამიანის შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს, ვისდამიც არის მიმართული, ამბობს გრიგორი ღვთისმეტყველი კესარიელების მიმართ ეპისტოლეში. ერთნაირად უადგილოა პატარას დიდი რამ მოსთხოვო და პირიქით დიდს პატარა. პირველი შეუსრულებელია, მეორე წვრილმანი. ალექსანდრე დიდს ერთმა მეგობარმა სახელად პერილემ 10 ტალანტი სთხოვა, რათა თავისი ასულებისათვის მზითვი მოემზადებინა. ალექსანდრემ 50 ტალანტი მისცა. პერილემ უთხრა, 10-ც მეყოფაო. დიახ, მიუგო ალექსანდრემ, შენთვის 10-ც საკმარისია, მაგრამ ჩემთვის არ კმარა გასაცემად. სხვა ჯარისკაცმაც სთხოვა სამოწყალოდ ცოტაოდენი ფული და ალექსანდრემ მას მთელი ქალაქი აჩუქა. ასეთი დიდი საჩუქრით შეძრწულებულმა ხატაკმა თქვა, ეს მეტისმეტია უბრალო ჯარისკაცისთვისო, სამაგიეროდ ალექსანდრესთვისაა მეტისმეტად ცოტაო, უპასუხა გულუხმა მეფემ. ქრისტიანენო, ამით რისი თქმა მინდა? ვისაც რაიმე თხოვნა აქვს, ალექსანდრე მაკედონელთან და ითხოვს მისთვის შესაფერისი. სხვაგვარად ის ამ მაღალ სულს შეურაცხყოფს. ვისაც ღვთისაგან, ცისა და მიწის დიადი მეუფისაგან უნდა რაიმე წყალობა და ის ითხოვოს, რაც ღმერთს შეშვენის. თუ კი ღვთისაგან ითხოვთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სიმდიდრეს, ბედნიერებას, დიდებას, ღირსებას, დროებით მიწიერ საგნებს, წვრილმანია თქვენი თხოვნა. რამე თუ არა იცით, რასა ითხოვთო, როგორც ამბობს მათემ მახარებელი. ეს არის საგნები, რომლებიც ღვთის წინაშე არაფერია. ამის ნათელი დადასტურება ის, რომ ამ ყველაფერს უფალი ცოდვილებს მისი მცნებების გამთელავებს, უღირსებსა და მის მაგინებლებსაც აძლევს. დიადი რა მითხოვეთ ღვთისათვის შესაფერისი, რომლის მოცემაც ღირსეული იქნება მისთვის. უპირველესად ცათა სასუფეველი ითხოვეთ. ყველაფერ დანარჩენს ღმერთი გიბოძებთ, როგორც დამატებას, თუ კი ჩათვლის, რომ ეს თქვენთვის არის სასარგებლო. ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენო, როგორც წერია ლუკას სახარებაში. მითხარით, თუ კი მე ასეთი ცოდვილი ცათა სასუფეველს ვითხოვ, მივიღებ განა. დიახ, თუ ითხოვ თბილი სიყვარულით, ცოცხალი რწმენით, შენ ის უკვე გაქვს. განა ქრისტიანი არა ხარ? ესე იგი ცათა სასუფეველი შენი სამკვიდრებელია, იმისათვის რომ შენთვის სასუფეველი მოეცა ძე ღვთისა ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა.
განკაცდა ევნო ჯვარსეცვა მოკვდა ამაღლდა მან გზა გაგიხსნა სამოთხისაკენ ეკლესიის საიდუმლოებები დაგიტოვა რათა მათი მეშვეობით ეს ფასდაუდებელი საგანძური მოიპოვა შენ ცოდვილი ხარ მაგრამ ქრისტე ცოდვილთა საცხოვნებელად მოვიდა მაგრამ თუ ცოდვილი ხარ რა გიშლის ხელს იმაში რომ ერთ წამში მართალი გახდე შენ მოინანიე აღიარე გამოსწორდი და იმავ წუთს განმართლდი და ცათასასუფეველი დაიმკვიდრე შენ გეკუთვნის ცათასასუფეველი მონანულს მას მეძავნი მრუშნი და ავაზაკნი ითხოვდნენ და მიიღეს შენ კი ვერ ბედავ ძმაო ცათასასუფეველის მიღებაზე ადვილი არაფერია მაგრამ იცოდე მისკენ არ არის სხვა გზა გარდა სინანულისა რას ამბობ რას აკეთებ ოდესმე სინანულს ფიქრობ მაშინ საერთოდ რისთვის ფიქრობ სინანულზე ცოტაც მოიცადე უზრუნველო და მოუნანიებელო მოიცადე და შენ ის სიყვარული გიხსნის რომელმაც ყველაფერი და თვით სიცოცხლე დაგიღუპა ცოტაც მოიცადე და ის სიმდიდრე გიხსნის ძარცვით რომ მოიპოვე მოიცადე და ის სიმდიდრე გიხსნის რომელიც მევახშეობით გაზარდე და რომელსაც სიკვდილის შემდეგ სხვის ხელში დატოვებ მოიცადე და შენი ვაჭრობა ხელობა პატივი ძმა მეგობარი მოიცადე და როცა მოვა უეცარი სიკვდილი როცა ის უწინდელ ცოდვებში მოგატანს მაშინ გქონდეს ცათასასუფეველის მიღების იმედი შეშლილო ცათასასუფეველი იიძულების ამბობ ქრისტე ეს კი ნიშნავს რომ თუ კი ის გსურს თავს ძალად დაატანე რათა დროულად მოინანიო ძალად დაატანე რათა ცოდვის საკროვანი გაწყვიტო თუ თავს ძალას დაატან მოიპოვე თუ არა და დაკარგა ასე რომ ნუ გადავდებთ სინანულს დავფიქრდეთ ჩვენ ცხოვრებაზე რას ვითხოვთ ღმერთისგან სიმდიდრეს მიწიერ სიკეთეს ყველაფერს ვითხოვთ ღმერთისგან გარდა ცათასასუფეველს დაუკვირდეთ ჩვენს ლოცვებს ყოველდღიურ ლოცვებს პირველი რითიც უნდა დაიწყოს ლოცვა ქრისტიანმა ეს არის რომ ცათასასუფეველი ითხოვო შენთვის შენი ახლობლებისთვის შენი ოჯახის წევრებისათვის როგორც ამბობს აი ნახეთ მღვდელმთავარი ილია მინიატისი ეკლესიაში მშვიდობისათვის ეკლესიის სიმტკიცისათვის რათა ჩვენ გქონდეს საშუალება მის წიაღში გადარჩენის სულის ხონების აი ასე უნდა ვილოცოთ თუ კი ეძიებ ცათასასუფეველს როგორც წმინდა წერილი სახარება გასავლის დანარჩენი შენ ყველაფერი მოგეცემა ის რაც ჩვენ არ ვიცით შეიძლება ვერც გამოვთქვათ რა გვჭირდება ღმერთმა უკეთესად იცის რა გვჭირდება ღმერთმა დაგლოცოთ და გაგოთ